ისიც თქმა გინდათ, რომ პრეზიდენტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციას ეს ამ ვითარებაში ეს დრო დააკარგინა და პროცესი წააგებინა. წააგებულია დღეს ოპოზიცია? მოგებული არ არის და როდესაც კიდევ ვიმეორებ და მე მინდა ეს კარგი ფორმულირება მივცეთ. როდესაც შენ ასე მწვავედ ამბობ და ჩემგან არაერთხელ მოგისმენიათ და ბევრი ოპოზიციონერისგან რომ რუსეთი და მე რა მაქვს პრეტენზია იგივე იმ კომისიასთან რომელიც მუშაობს. პრეტენზია ის მაქვს რომ რა გამოძიება სააგაში მოგებული გაქვს და შენ რა გამოძიებას აწარმოებ აქ რომ პატარა საქართველოს 4 სუპელი რომ გამოიარა რუსეთმა ომი დაიწყო ამ სისულელეს ვისმენთ ეს საშინელება შენ როცა ასე მწვავეთ ესაუბრები ხელისუფლებას და ეუნები რომ შენ რას შვები რუსეთის საქმეს აკეთებ მაშინ უნდა ისეთ მოქმედებაში იყოს ეს ქალი უნდა ჩადგომოდა სათავეში 4 პარტია იქნებოდა თუ 6 თუ პეტრე თუ ივანე ვინც მე მესიმპათიურება თუ არ მესიმპათიურება არ უნდა გამოსულიყვნენ რუსთაველიდან ახლა არაფერი არ ხდება ბავშვები ახალგაზრდები გამომწყდეულები არიან პროცესი მიდის ეს ქალი რაღაცას აჯანჯლებს სიტუაციას მინდა გითხრათ ვინ ცოტა იაქტიურა ის ხო პაატა ბურჭულაძე და მიკროფონი გაუთიშეს და ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი აბსოლუტურად და ეხა ვის ცალია ვერ გავიგე იმისი რა ქვია ხაზარაძის ბიზნესის დასაცავად და ზურაბიშვილის ქულების გასაცოცხლად მე არა ვარ პოლიტიკაში მე მეშინია რომ აი ის იმ ტიპის კომისია რომელსაც ვისმენთ რომ იღწვიან რომ როგორმე თქვა შორს ერთი სიტყვა უნდა ვთქვა მე არ მივეკუთვნებ იმ კატეგორიას რომელმაც თქვეს რომ იქ გენერლები არ უნდა მისულიყვნენ მე მომეწონა გოგავას გამოსვლაც ძალიან დავთვლი რომ და რაიონიდან მივიღეს პაჩორს ძალიან საინტერესო ზარი. კერძოდ ქუთაისიდან თბილისი კი არ არის მხოლოდ საქართველოს ხალხი ისმენს და ის გოგავას ჩვენება და გრიგოლ ვაშაძის ძალიან საინტერესო რასაც ვეთქვი გენერალ ყურაშვილზე საშინელება იყო არ მომეწონა მაგრამ გოგავას ჩვენებას ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ მხოლოდ წულუკიანს რო უსმენდეს ხალხი ომის დაწყებასთან დაკავშირებით რომ პატარა საქართველოს კაცო ომი დაიწყო არა ომის დაწყებაზე არა მშვიდობიანი მოქალაქეები რატომ არ გამოიყვანეს რომ მაღაზია თავარი აქცენტი გაკეთებული თქო მე ძალიან საინტერესო პასუხი იყო ძალიან საინტერესო როდესაც პუტინმა თქვა რომ 2006 წლიდან ჩვენ ვემზადებოდითო ომის დაწყების მისი განცხადება შენ მოსახლეობა უნდა საქართველოს ეს უნდა ამოიღოს შენ მოსახლეობა უნდა გამოიყვანო შეიძლება და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოხდა მე ყოფილვარ და მე გეტყვით დიდი კიდევ უფრო დიდი იმიტომ რომ ეს შეიძლება და აღქმულიყო რომ საქართველოს ემზადებოდა ომის და იქ უნდა ჩატოვო ხალხი არ ჩაუტოვებიათ ვახო ომში როცა რუსეთი გებრძვის განა ასე იოლია საჯარო განცხადება საერთოდ იყო რომ გამოდით არა ესე არ არის როგორ გითხრათ რა მე ისიც მოსმენილი მაქვს 7-ში აგვისტოს სააკაშვილის მე ძალიან ჩავერთე და მაინტერესებდა და გურიაში თომი რო იყო იმაზე იყო ხალხი რატო არ გამოიყვანეს და უშევლო გამოიყვანო ესე არ არის იცი ომის დროს ის რომ აი მაგალითად გოგავას უთხრეს რომ იქ იცით საკუთარმა ხალხმა ერთმანეთს ესროლთ ომის დროს ეს ამ მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა ეს ძალიან ხშირად ხდება. ანეკდოტაზე შემოვიდა უკვე და მასთან უნდა დავიწყო მოკლედ უნდა კითხოთ. მე ერთი ვიცი რომ ჩემს მეზობლად არც ერთი ქვეყანა არ მეგულება. არც აზერბაიჯანელი, არც სომეხი. რომ დაეწყო მაშინ არ იწყო და რომი დავიწყეთო. არათუ პატარა საქართველოს. რომელსაც არ დაუწყე და აფხაზეთი შემოგვივარდა მანამდე. რომი დავიწყეთო და იქ რომ ამბობდა იმიტომ არ მომწონდა ზურაბიშვილი.